დავბრუნდით პირდაპირ ეთერში როგორც ფაქტურით გაცემის შემდგომ სტუმართან ერთად შეამდები წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ლორთქანიძე შემოგვიერთდა ბატონ დავით. მადლობა რომ გვესტუმრეთ. ნუმიზმატიკური გამოფენა გაიხსნა ეროვნულ მუზეუმში და აი ამ შესახებ რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვათ ეს და რამდენად არსებობს ჩვენი საზოგადოების მხრიდან ინტერესი. მე მადლობა მოწია მაგით შემიძლია ვთქვა რომ ვარ ნაყოფი და მართლა ძალიან საინტერესოა. არსებობს თუ არა ინტერესი საზოგადოების. თვალიდან იხსნება. არ გახსნილა დღეს. ეს იყო მხოლოდ თვალიდან. ჩვენ გიორგის მიზეზი აქვს, რადგან უკვე იყო ტელეეკრანებზე წინასწარ გაკეთებული სიუჟეტები და შემდეგ. აი ჩვენ უბრალოდ გქონდა პრესტური, თვალიდან უკვე ოფიციალურად იქნება. ყველასთვის იქნება ღია. Ну, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოვლენა არის ხა. ეს მორიგი გამოფენა, მაგრამ არა რიგითი, საერთოდ ესეთი ამ მასშტაბის გამოფენების გაკეთება არც ემარტივია პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის ხეთროებითი გამოფენა, სადაც თქვა რამდენიმე ნამუშევარს დაკეთებ და შესაბამისად არც ისე ხშირია. აი ეს რა თქმა უნდა და საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ეს არის ნაწილი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, წარმოვაჩინოთ თანამედროვე ცოდნით, მეცნიერული ცოდნით და ამის გარდა ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა ესე ვთქვათ ქრონოლოგიურად ისტორიის მოყოლისა, ამ გამაერთიანებელი თემები შევქმნათ. ნუმიზმატიკა არის ერთ-ერთი ამის საუკეთესო მაგალითი, რომ მონეტები არ არის მხოლოდ კოლექციონერებისთვის, ყველა შეგვიძლია ამას ბავშვობაში, მაგრამ ძალიან ინფორმატიულია ბუნებრივია და პირველ რიგში რაც გვინდა ჩვენ ამით ვთქვათ ის რომ საქართველოს გქონდა საკუთარი ფულის წარმოება, რაც არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი და ვაჩვენებთ აი ამ დიდხნიან ისტორიას დაწყებულს ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან და ვამთავრებს სწორედ 1833-34 წლებში, როდესაც უკვე აღარ ჰქონდა საკუთარი ფული და რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდები. უნდა გითხრათ, რომ გარდა ჩემს როგორც დაწესებულების ხელმძღვანელისთვის ალბათ ძალიან სასიამოვნოა დანახვა იმის, რომ ჩვენ გვაქვს ის კადრები, ვისაც შეუძლია ესეთი გამოფენის გაკეთება, ახლა მე ყველას არ ჩამოვთვლი, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანების ერთიანი შრომის შედეგი არის, ვინც 10 წლეულები ინახავდა ამ კოლექციებს და ვიცით, რომ რაც უფრო ძველია ნიმუში, მეც უფრო ხშირ შემთხვევაში უფრო დაზიანებულია და ასე რომ ერთი ნაწილი კარგად იყოს შენახული, კარგად შესწავლილი და წარმოდგენილი თვითონ ექსპოზიციაც უკვე ჩვენი ძალებით არის გაკეთებული, იგივე ვიტრინების დიზაინის, განათებას ასე შემდეგ. მაგრამ გაუსვა ხალხს პირველ რიგში ეს არის მეცნიერული ცოდნა. მე ყველას ვეპატიჟები, ჩვენ გვექნება კიდევ რამდენიმე გამოფენა წელს და მოგითხროთ შემდგომში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარმოჩენა, ეს არის სხვადასხვა ეპოქების ჩვენება და ამასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ გაეცნოთ სხვადასხვა მონეტის ისტორიას, როგორც ელექტრონული ეკრანების საშუალებით, ასევე კიდების, ასევე სხვადასხვა ფორმით. მთლიანობაში ჩვენ შევეცდებით, რომ ყოველთვის ვიყოთ აქტიური სწორედ საზოგადოებრივი განათლების კუთხით. რომ ეს არ იყოს უბრალოდ ექსპონატების გამოფენა, რომელიც გაივლით მიიღებთ ესთეტიურ სიამოვნებას და დაბოლდით. ეს არის და ბევრი სხვაშორის საინტერესო იმხრივაც, რომ ძალიან ბევრი მონეტა პირველად არის წარმოდგენილი, ხა ნებისმიერი ქართველისთვის დავით აღმოჩენებლის მონეტის ნახვა, ეს ალბათ სიამაყის გრძნობაც არის. იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ მცირე ნაწილია ჩვენი ძალიან მდიდარი კოლექციების, ამათ 5% მხოლოდ შეიძლება ითქვას, დიდი ნაწილი ფონდებშია და ეს არის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, როგორც სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და ეს არა მხოლოდ ჩვენთვის. ჩვენ ერთის მხრივ წარმოვაჩენთ საქართველოში ნაპოვნ საქართველოში მოჭრილ მონეტებს და უნდა გითხრათ ასევე სიამაყით, რომ ცნობილია მინიმუმ 5 ზარაფხანა, 5 ასევე სავარაუდოა, რომელიც საქართველოში არსებობდა, ანუ აქ იჭრებოდა ფული და ამასთან ერთად იყო ძალიან მჭიდრო კავშირი
საერთოდ იმ დროიდან მსოფლიოსთან და ძალიან ბევრი მონეტა ყოველგვარი გადამეტების გარეშე მართლა უნიკალურია და მაკედონელის ალექსანდრე მაკედონელი კი რა თქმა უნდა არის რომაული, ბიზანტიური, სპარსული, სხვადასხვა ევროპული, მაგრამ რაც პრინციპული ალბათ ესეთი კოლექციები ნებისმიერ მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმისთვის იქნება მნიშვნელოვანი და არ შემწყვეტმა ამის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს მართლა უნიკალური კოლექცია. მაგრამ კიდევ ერთ გავუსვავ ხაზს, რომ არის მონეტები, რომელიც ქართულია, მაგრამ არის მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გრაფიკულად წარმოვადგინეთ, იცით, ბრიტიშ მუზეუმში, გერმანიაში, ერმიტაჟში და ასევე ვიტყოდი, რომ ეს საშუალება იქნება ალბათ უფრო მეტი განვითარების, მეცნიერების კიდევ უფრო მეტად განვითარების, მეცნიერული კონტაქტების სხვადასხვა ქვეყნებთან და ასე რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, მე ვიტყოდი, წინ იმისკენ, რომ ქართული მეცნიერება იყოს ავანგარდში, ეს იყოს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის კვლევა, არამედ ეს იყოს საერთაშორისო პროცესებში ჩართული. საინტერესოა ბატონო დავით, აი ეს სფერო კარგად აქვთ დარწმუნებული ვარ გამოკვლეული მკვლევარებს, თუმცა გრძელდება თუ არა პროცესი, არის თუ არა ეს მონეტარული სისტემა, ეს უძველესი კიდევ კვლევის საგანი, ვთქვათ, ჩვენი მეცნიერებისთვის და არის თუ არა კიდევ ბევრი რაღაც აღმოსაჩენი, დასადგენი, გამოსაკვლევი და ასე შემდეგ, თუნდაც თარიღები. ერთ მნიშვნელოვნად ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის პროცესი, საერთოდ უნდა გითხრათ, ერთ-ერთი ფუნქცია მუზეუმის არის იყოს მეცნიერული ინფრასტრუქტურა. და ეს არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის და ეს მიმართულება, რომ ჩვენ შემოვიტანოთ ტექნოლოგია სწორედ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ეს არის მსოფლიო ტენდენცია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამის ავანგარდში ვიყოთ. ასე რომ ძალიან ბევრი რამეა შესასწავლი, ძალიან ბევრი რამეა აღმოსაჩენი და ერთ-ერთი მთავარი ალბათ ამოცანა გახლავთ, რომ მოვიზიდოთ მეტი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესდება მეცნიერებით, დაინტერესდება ზოგადად კვლევით და ის ტრადიციები, რაც ჩვენ 10 წლეულების მანძილზე გვქონდა, 100 წლეულების, მე ვიტყოდი, ინტელექტის განვითარების, მეცნიერების, სწორედ ამას ვემსახურებთ ყველანი ჩვენი გადაცემა სწორედ ამისთვის არის ალბათ. ვცდილობთ ამისთვის არის, ასე რომ ვისურვოთ, რომ მეტი ახალგაზრდა დაფიქრდეს წარსულზეც და შემდგომში იფიქროს მომავალზეც. ბატონ დავით, აი ახსენეთ, რომ გასაგებია თქვა სამეცნიერო კუთხით მოზიდვა ახალგაზრდებისა, მაგრამ ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა, რამდენად ხშირად სტუმრობს ჩვენს მუზეუმს, თქვა სკოლები, თუ არსებობს რაღაცა გარკვეული პროგრამა, ჩემ დროს მაგალითად დავყავდით ხოლმე მუზეუმებში და მე არ მახსენდება სხვადასხვის, რომ ყოფილიყავი აქ სკოლიდან, თუმცა მე პროჯექტი ვიყავი ოქროს ფონდში. ხო, მე საინტერესოა არის ეს ინტერესი თქვენი გადაცემის ფორმის არ გვეყოფა, რომ ყველა იმ პროგრამაზე ვილაპარაკო, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ჯერა ამის აბსოლუტური პრიორიტეტი. მე მინდა განვასხვაოთ, ერთი არის ერთჯერადი ექსკურსიები, რომელიც ბუნებრივი ყოველთვის იყო და იქნება. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამის გარდა შევქმნით სისტემა, შემიძლია ესეც დავუმატყვა, სისტემა სწორედ განათლების, აი სადაც ჩვენ ბავშვობაში სხვადასხვა წრეებზე დავდიოდით, მსგავსი ტიპის არის შექმნილი ეროვნულ მუზეუმში, ათეულობით პროგრამა არის ყველაფრის წერტილში და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სწორედ ეს სხვადასხვა სფეროს დავაახლოვოთ სულ პატარაობიდან, ეს არის როგორც ხელოვნება, ეს არის სხვაშორის რესტავრაცია, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, გვაქვს არქეოლოგიის, სახალისო პროგრამები, ასე. ჩართულობა ეს არის ჩვენ როგორც ვებგვერდზე, ისე ჩვენ Facebook-ზე, თქვენ შეგიძლია ნახოთ ყოველ კვარტალში ქვეყნდება ეს პროგრამების დასახელება, ნებისმიერ სრულად შეუძლია ჩაეწეროს და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ყველასთვის აბსოლუტურად და ახლა კიდევ დიდი პროგრამა დაიწყო ინკლუზიური განათლების, ასე რომ ის რომ მუზეუმი და მემკვიდრეობა უნდა იყოს ყველასთვის, ეს მხოლოდ ლიტონის სიტყვები არ უნდა იყოს და ამის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გზასწორედ ეს გახლავთ სკოლის მოწაფეებთან და მთლიანად მე ვიტყოდი ფართო საზოგადოებასთან მუშაობ. მე რადგანაც ხშირად ვყოფილ არ მოწმე თავად აი ამ პროგრამების განხორციელების პროცესში ის ბავშვებიც მინახავს, რომლებიც ხატავდნენ სხვადასხვა ექსპონატს თუნდაც მე მინდა აღნიშნო, რომ მუზეუმი დღეს არის არა მხოლოდ თქვა წარსულის საცავი და ჩვენი მემკვიდრეობის საცავი, არამედ
ძალიან სერიოზული კულტურული კერა, სადაც უამრავი პროექტი ხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ბატონო დავით. იმედი გვაქვს, რომ სხვა პროექტებზეც გამონახავთ. უმეტესი მადლობა და სწორედ კიდევ ერთხელ გავუსვაფას, რომ ნუმიზმატიკურ გამოფენასაც მოყვება ძალიან ბევრი პროექტი. არა, ეს დიდი ხანია. დიდი ხანია. მთავარი ისაა, რომ ხვალ გაიხსნება. მე შეცდომაში შევიტანე. ხვალიდან დიდი მადლობა ბატონო დავით. მადლობთ ბატონო დავით. მე შევახსენებ ჩვენს ტელემოყურებელს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე გვესაუბრებოდა